იცოდი, რომ ბავშვს, რომელსაც კითხვა უჭირს, შესაძლოა დასწავლის უნარის გარკვეული სირთულე ჰქონდეს. დისლექსია ნეირობიოლოგიური თავისებურებაა, რომელიც გავლენას ახდენს კითხვის, წერისა და სიტყვის დამუშავების უნარზე. დისლექსიის მქონე ბავშვებს ხშირად უჭირთ ბგერებისა და ასოების დაკავშირება, მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტი ნორმის ფარგლებში ან მაღალი აქვთ. დისლექსია არ ნიშნავს, რომ ბავშვს სწავლა არ შეუძლია. დისლექსიით ბავშვი სწავლობს თავისებურად, მისი ტვინი ინფორმაციის დამუშავების უნიკალურ გზას იყენებს. თუ ხარ მასწავლებელი და შენს კლასში დისლექსიის მქონე მოსწავლეა, გაითვალისწინე მნიშვნელოვანი რჩევები. შექმენი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. მოერგე ბავშვის ტემპს. მიეცი დამატებითი დრო ტექსტის კითხვისას. გამოიყენე ფერადი ვიზუალური მასალები, აუდიო ჩანაწერები და ვიდეოები. ყოველთვის აღნიშნე მათი წარმატება, თუნდაც პატარა. მოტივაცია ყველაფერს ცვლის. იმუშავე მშობლებთან და სპეციალისტებთან ერთად. სამივე ერთად უფრო გაუმარტივებთ ბავშვს სწავლის პროცესს. მასწავლებლის თანაგრძნობა და მხარდაჭერა ბავშვს მხოლოდ სწავლაში არ ეხმარება. ის მთლიანად ცვლის მის დამოკიდებულებას სწავლისადმი.